საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საჯარო ლექციას მართავს 1920-1921 წლების საქართველოს საარქივო მასალებში ემიგრანტ ნიკოლოზ ჭუმბურიძის წიგნად გამოცემულ მოხსენებას წარადგენენ. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა საქართველოს ფრაგმენტები“. ეროვნულმა არქივმა წიგნის სახით გამოსცა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს გახლავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის წევრი სოციალ-დემოკრატის ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება, რომელიც მან გააკეთა საქართველოს ემიგრანტი მთავრობის წინაშე 1921 წლის სექტემბერში სტამბულში, სადაც მან აღწერა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პირველი 6 თვის პერიოდი. ეროვნულ არქივში ტარდება საჯარო ლექცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო თემები და კვლევები. ეს თემები ეფუძნება ლევილისა და ჰარვარდის ფონდებს და ამ ფონდებში დაცული უამრავი დოკუმენტი დღეს პირველად იქნება წარმოდგენილი.